ნახოთ მეგობრებო, დაუბრუნდება თუ არა თქვენს მტერს, არაკეთილის მსურველს ბუმერანგი. ჩაიფიქრეთ კონკრეტული პიროვნება და მოდით ვნახოთ ახლა ექნება თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებას ბუმერანგი. ნახოთ. მეგობრებო, ბუმერანგი ან ექნება, ან უკვე დაწყებული არის ნამდვილად, იმიტომ რომ საჯარო გაშლა ყველასთან ინდივიდუალურად და ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება, მაგრამ აუცილებლად ან იქნება, ან უკვე არის და არ ტყამს პირდაპირ ჯანმრთელობაზე, ძვალსახსროვან სისტემაზე თითქოს, შესაძლოა სხეულზედაც კი არ ტყამდეს. იცით რა კუთხით ვგულისხმობ, მაგალითად შეექმნას არა უბრალოდ ჯანმრთელობის პრობლემები, არამედ გახდეს ადამიანი უფრო ან შეშუპებული, ან პირიქით ზედმეტად დაიკლოს რაღაც მომენტში წონაში, მით უმეტეს თუ თქვენი არაკეთილის მსურველი ქალბატონი არის. მაგრამ ყველაზე მეტად ბუმერანგი მოდის რაღაც ძვალსახსროვან სისტემაზე, ვიზუალზე, ან სასიყვარულო ურთიერთობებზე. ზოგადად სასიყვარულო ურთიერთობებზე, ფლირტისებურ ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. და ადამიანს აუცილებლად ექნება ბუმერანგი, თუ უკვე არ არის დაწყებული. მე კი ამ არკანებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უკვე აქვს დაწყებული.